გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. ჩვენი წარმოდგენია თბილისის აკრები. ახალი თვითმყოფადი უბანი ქალაქში, რომლის პრეზენტაციაც სულ რამდენიმე დღის წინ სწორედ იმ ტერიტორიაზე შედგა, სადაც ახალი უბანი გაშენდება. ეს არის ვაკე საბურთალოს შორის ნაფეთრების გზაზე არსებული ტერიტორია, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩიდან რამდენიმე წუთის სავალზეა. პროექტი სრულად ერგება გარემოს, ამ ტერიტორიაზე შენობები 15%-ს იკავებს, ხოლო 85% მწვანე საფარია. საზეიმო ღონისძიებას თბილისის აკრების ახალი მაცხოვრებლები და სხვა სტუმრებიც ესწრებოდნენ. ახლა კი რაც შეეხება დღევანდელ თემას და ჩემს სტუმარს. დღევანდელი თემა შევარჩიე აქტუალობის მიხედვით, რადგან ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე შედგება პრემიერა იმ ფილმის, რომელზეც დღეს გვექნება საუბარი და ამ ფილმის რეჟისორი და პროდიუსერი ქეთი ვაშაგაშვილი მოვიწვიე დღეს სტუდიაში. ფილმის დასახელება უკვე ავღელდი, იმიტომ რომ ეს ფილმი არის ჩემთვის ძალიან მძიმე პირველ რიგში, გულში ჩამწვდომი და რაღაცებზე დამაფიქრებელი, ძალიან ბევრ პრობლემაზე დამაფიქრებელი. მაგრამ მაინც მგონია, რომ ქალებს უფრო შეეხებათ ეს თემა, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ამ ფილმის მთავარი გმირი არის ქალი, თან ჩემი აუდიტორიის უმრავლესობა ქალები არიან. თვითონ დასახელება, რაც ვახსენე, არის ასეთი: 9 თვიანი კონტრაქტი. უკვე ტრაგიკული სათაურია. ეს არის ფილმი ქალზე, რომელიც სუროგაციით ირჩენს თავს და არჩენს თავის ერთადერთ ქალიშვილს. ქეთი, ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედი დღეს ჩემთან სტუდიაში და აი ამ ფორმატში ვისაუბრებთ შენს ნამუშევარზე, შენი ბოლო წლების ნამუშევარზე. ქეთი, ანუ 10 წლის წინ დაიწყე ხო ამ ფილმზე მუშაობა? 9 წლის. 9 წლის, ანუ 9 წელია მუშაობ ამ ფილმზე. სანამ პირველ კითხვას დაგისვა, მინდა ტრადიციულად მივმართოთ ჩემს მაყურებელს, რომ გამოიწეროთ ეს არხი, თუ უყურებთ ამ პოდკასტებს და გაინტერესებთ, თქვენი მხრიდან ეს იქნება მხარდაჭერა, რომ არხი უფრო განვითარდეს, რადგან უცნაური სტატისტიკა მაქვს, რომ მაყურებლები, ვინც რეგულარულად უყურებენ ჩემს პოდკასტებს, ამ მაყურებელთა 65%-ს არ აქვს გამოწერილი არხი. ამიტომ გთხოვთ, თუ სულ ბრუნდებით ამ არხზე და უყურებთ ჩემ პოდკასტებს, გამოიწერეთ, აი ამ გამოწერის ღილაკზე დაწყავება ძალიან ბევრს მატებს ამ არხს. ქეთი, დავიწყოთ ახლა უკვე საუბარი. სულ თავიდან მინდა მაყურებელს უთხრა, რომ მე და ქეთი დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. ჩვენ ერთად ვსწავლობდით მაგისტრატურაზე, მედია მენეჯმენტის ფაკულტეტი იყო ჯიპაში. ბატონო. 2 წელი ერთად ვისწავლეთ და ისე რა საინტერესოა. ჩვენი მიზნების გზებზე, მოკლედ, აი მაინც გადავიყარეთ. მაშინ რამდენი წლის ვიყავით? ქეთი 21-ის ვიყავი მე მგონი. კი, 13 წლის წინ. ხო, კი. წარმოიდგინე რა პატარები ვიყავით და რაღაცა ჩვენი პატარა მიზნები გქონდა, სურვილები. და მე მახსოვს ჩვენმა ერთმა ამერიკელმა ლექტორმა, რომ ტესტავდა და რაღაცას გვასწავლიდა, რეპორტაჟის კეთებას, წამყვანობას და ასე შემდეგ. ჩემი რიგი რომ მოვიდა და წამყვანი რო გავხდი, შენ სულ ეკრანზე უნდა იყო. ისე მითხრა და ისე ჩამრჩა და მაშინ დავისახე მიზნად, ხო, რომ აი მე ეს უნდა გავაკეთო და ნელ-ნელა მივდიოდი ამ მიზნისკენ და შენ გახდი რეჟისორი არა და დოკუმენტური. მახსოვს მაშინ მაგ ლექტორს მე უთხარი, რომ მე ტელევიზიაში მუშაობა არ მინდა მეთქი და გამიბრაზდა. ხო. კი. შენ ესე კი არ გქონდა წარმოდგენილი. მაგრამ ხედავდი ჩემ თავს ტელევიზიაში, მაგრამ პრინციპში მაშინვე დავიწყე მუშაობა და იმის მერე სულ ტელევიზიაში მუშაობა. და თან შენ აი ეს გზა აირჩია, ეს დოკუმენტალისტიკა, რაც შენ ძალიან კარგად გამოგდის და რაც შენ ალბათ ძალიან გსიამოვნებს კიდევაც. კი. პირველ რიგში მოგესალმები და მადლობა მინდა გადაგიხადო ჩემი ფილმით დაინტერესებისთვის და ზოგადად ამ თემის მიმართ ინტერესისთვის, იმიტომ რომ არ ვართ განებივრებულები სუროგაციაზე საუბრით ქართულ მედიაში სამწუხაროდ, თან იმ სიტუაციაში, რაც ხდება დღეს ქვეყანაში და მასშტაბი, რომელიც ამ მოვლენამ შეიძინა, მგონია რომ უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ ამაზე და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო
ამისთვის. ხო, რაც შეეხება დოკუმენტალისტიკას, როდესაც ვსწავლობდით, მაშინ არ მეფიქრია, რომ ამ სფეროში ვიმუშავებდი და რაღაცნაირად ესე შემთხვევით გამოვიდა, მაგრამ როდესაც აღმოვაჩინე, რომ ეს არის ის მედიუმი, სადაც მე შემიძლია ჩემი თავი გამოვხატო, ძალიან ბედნიერება იყო მაგის აღმოჩენა. იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან რთულად მოვიდა ეს, ანუ არიან ადამიანები, ვინც ძალიან მარტივად პოულობენ თავის თავს და თავის პროფესიას, მაგრამ მე საკმაოდ ვიწვალე ამ გზაზე. და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს ვიპოვე ის სფერო, სადაც მინდა მუშაობა და მინდა რომ ვიმუშაო მანამ სანამ შევძლებ რომ ვიმუშაო. და რაში გამოიხატებოდა ეს ძნელი გზა და ეს წვალება რაც შენახსენე? წვალება გამოიხატებოდა იმაში, რომ ხომ არიან თქვათ ადამიანები, ვინც ამბობენ რომ მე მინდა ვიყო რეჟისორი და თავიდანვე იციან რომ მე მინდა ვიყო რეჟისორი. მე არასდროს არ მეფიქრია, რომ მე უნდა გადავიღო ეს თემა, იმიტომ რომ მე მაქვს აქ რაღაც სათქმელი. და სიმართლე გითხრა, ამ ფილმთან დაკავშირებითაც ძალიან დიდხანს ვიწვალე. იმიტომ რომ რეალურად სულ თავიდან რომ დავიწყოთ, მოვყვები მაშინ თავიდან, საკმაოდ მალე, როდესაც დავამთავრეთ ჯიპა და მე დავიწყე ტელევიზიაში მუშაობა, ეს იყო პრინციპში ერთ-ერთი პირველი რაც გავაკეთე, ეს იყო სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი, რომელიც იყო ქალზე, იგივე გმირზე. და მაშინ მე მაინტერესებდა, მინდოდა მეპოვა ადამიანები, ვინც ბავშვთა სახლიდან გამოვიდნენ და როგორ ცხოვრობდნენ, მაინტერესებდა რას აკეთებდნენ, იმიტომ რომ ჩვენთან სოციალური სისტემა არ მუშაობს ისე, რომ რაღაცნაირად ეხმარებოდეს ამ ადამიანებს და საკმაოდ უჭირთ. შევხვდი რამდენიმე ადამიანს და ჟანა აღმოჩნდა ამ ფილმის მთავარი გმირი, ჩემთვის ძალიან გამორჩეული. იქიდან გამომდინარე, რომ ჟანა ცხოვრობდა ქუჩაში. მათი უმეტესობა ცხოვრობდა ქუჩაში, ეს არ იყო განსაკუთრებული. უბრალოდ ის ცხოვრობდა შვილთან ერთად, რომელიც იყო მაშინ 4 წლის. და ძალიან წვალობდა. ანუ ხან მათხოვრობდა, ხან მუშაობდა, რომ რაღაცნაირად ერთი დღით ექირავაც არ ქვია, ძალიან ხშირად რჩებოდა. ინტერნეტ კაფეები რო იყო თუ გახსოვს მაგ პერიოდში 2012 წელს ხდებოდა ეს ამბავი, ანუ ინტერნეტ კაფეში 5 ლარს იხდიდა რომ ღამე ბავშვთან ერთად გაეთენებინ. ანუ ეს იყო მისი რეალობა. მაგრამ ის რაც მე ჟანაში დავინახე, ანუ მას უნდოდა მისი შვილისთვის მიეცა ოჯახი, რაც თვითონ არასდროს არ ქონია და ეს სურვილი იყო იმდენად დიდი, რომ ჩემთვისაც იყო ძალიან შთამბეჭდავი და ანუ ვერაფრით ვეღარ ამოვიგდა ეს ადამიანი გონებიდან. მას მერე რაც გავაკეთე ეს ფილმი და გავიდა ტელევიზიაში და სხვათა შორის საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა, იმიტომ რომ არ იყო მაინც ესე ჩვეულებრივი ამბავი ჩვენთვის, რომ ქალი დედა ცხოვრობს ქუჩაში შვილთან ერთად, საზოგადოებამ ძალიან მტკივნეულად მიიღო. ეს რამდენი წლის წინ? ეს იყო 2012 წელს. და გავიდა მეცხრე არხზე. გავიდა მეცხრე არხზე და ტელევიზიაში მოდიოდნენ ხალხი, რეკავდნენ და მოდიოდნენ, რომ ეპოვათ ეს გოგო და დახმარებოდნენ. და მე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ანგარიში, რომელიც მივაბით YouTube-ს, სადაც იდო ეს ფილმი. და ესე შევძელით, რომ ჟანასთვის გვექირავებინა სახლი და ანუ შეცვლილიყო მისი ცხოვრება და დაეტოვებინა ქუჩა. ესე დაიწყო მე და ჟანას ურთიერთობა და ფილმი დამთავრდა, მაგრამ ჟანა დარჩა ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ამით ესე ცხოვრობდნენ ბედნიერად ამის მერე, ასე არ ყოფილა, იმიტომ რომ კი ვიცით ჩვენ როგორი რთულია მარტო ხელა დედებისთვის საქართველოში ცხოვრება, მით უმეტეს თუ არა გაქვს განათლება, ანუ რაღაცნაირად მაინც იყო სტიგმის მატარებელი, რომ ეს არის ქუჩაში მცხოვრები ადამიანი, ბავშვთა სახლიდან გამოსული, ასე რომ ძალიან რთული იყო მისთვის სამსახურის პოვნა. მე საკმაოდ ისეთი გულუბრყვილად მეგონა, რომ ახლა დავეხმარებით სამსახურს იპოვის და всё ყველაფერი იქნება კარგად და რა თქმა უნდა ესე არ აღმოჩნდა. თუმცა ბევრი რაღაც შეიცვალა მის ცხოვრებაში, იმიტომ რომ ჟანა არის დევნილი სამაჩაბლოდან და არ ქონდა არც სტატუსი, შემდეგ მიიღო სოციალური სტატუსიც და რაღაცა ოდნავ მის ცხოვრებაში შეიცვალა, თუმცა რა თქმა უნდა მის ცხოვრება დარჩა მაინც რთული, იმიტომ რომ ყველასთვის ჩვენთვის არის რთული თუ მარტო ხელა დედა ხარ და მით უმეტეს ამ მდგომარეობაში. ამიტომ რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ ჟანამ გადაწყვიტა სუროგატი დედობა. ეს იყო 4 წლის მერე, ანუ 2016 წელს. შენ ეს როდის გაიგე? მე ჟანასთან თუ ყოველდღიური არა ძალიან ხშირი ურთიერთობა მქონდა.
და იმიტომ რას რომ გულისხმობდა ეს? აი, რაზე თვითონ გირეკავდა? კი, თვითონ მირეკავდა, სამსახურშიც გეუბნებოდა? მაკითხავდა, ხშირად ხვდებოდით, ბავშვსაც ვნახულობდი, თუ რამე ჭირდებოდა, ანუ აი ეს ანუ რაღაცნაირად დამეგობრდით. დავმეგობრდით, კი, მე ესე ვუწოდებ, რომ დავმეგობრდით მე და ჟანა და სულ ქონდა ეს სტაბილური, ვიცოდი რა საკეთებდა, მის ცხოვრებაში რა ხდებოდა, რა პრობლემა ქონდა, პრობლემა ხშირად ქონდა. და შენ ეხმარებოდი. მე ვეხმარებოდი რაც და შემეძლო. შენ რა შეგეძლო რომ ნუ აი რაც დახმარებო? შემეძლო, ვეხმარებოდი, ჩემი მეგობრებიც ეხმარებოდნენ. ხო. ანუ ვუგროვებდით ხშირად ფულს და ნუ კი აი მაგალითად საწოლი რა ჩემი მეგობრის საწოლზე იცვდნენ ძალიან დიდხანს, თვითონ მეუბნებოდა ხოლმე რომ ნახე ბოლო საწოლის საწოლი რომ გამოცვალა. ანუ რაც შეგვეძლო, ყველას ვეხმარებოდით. და ანუ 4 წელი გავიდა, ჟანამ გადაწყვეტა სუროგაცია და შენ როდის გადაწყვეტე რომ ამაზე ფილმი ხო, გადაგიღო? ეგეც ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო. სიმართლე გითხრა, მე ჟანასთან ერთად არ გადამიწყვეტია სუროგაციაზე ფილმის გაკეთება. სუროგაციით მანამდეც ვიყავი დაინტერესებული. ანუ მე იმ პერიოდში, რაც ტელევიზიებში მუშაობდი, სულ ვაკეთებდი დოკუმენტურ ფილმებს, სატელევიზიო ტიპის, უფრო აი ტელებლოგი ერქვა, მე საზოგადოებრივ მაუწყებელზე. იქ ვმუშაობდი და ძირითადად თემები, რითაც ვიყავი დაინტერესებული, ეს იყო ქალებთან დაკავშირებული, ქალების უფლებებთან, სოციალურ თემატიკასთან. ამიტომ რატო გაინტერესებდა ეს თემები? აი, არ ვიცი, აი ეს გარემო რაღაცის შეცვლა რომ გინდა, ანუ სულ მთავარი ჩემი მიზანი და მგონია ყველა ადამიანის არის, რომ ვიყოთ სასარგებლო რაღაცით და რომ მივხვდი განსაკუთრებით იმ ფილმის შემდეგ რომ ჩემ გაკეთებულ რაღაცა პროდუქტს ამ ფილმს შეუძლია რომ რაღაც შეცვალოს, თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრებაში შეცვალოს რაღაც. ანუ ეს უკვე მე რაღაცა სტიმულს გაძლევს, რომ ეძებო პრობლემები და გააკეთო იმაზე, რასაც შეუძლია რომ რაღაცა შეცვალოს. და სუროგაცია ძალიან კარგად მახსოვს პირველი მომენტი, როდის დავინტერესდი მეტროში ვიჯექი. ვაგონში, ალბათ იყო 2013 წელი, მე როგორც ხვდები, იმიტომ რომ მაგ დროს დავიწყე საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობა და დავინახე ესე დიდი განცხადება იყო, რომ აი ვეპატიჟებით ქალებს, ნუ აი მობრძანდით და გახდი სუროგატი დედა და შეცვალე შენი ცხოვრება, აი ზუსტად ტექსტი არ მახსოვს, მაგრამ ესეთი ტექსტი იყო მეტროში. და მაშინ 2010 წელს დაიბადა ჩემი შვილი, ანუ 3 წლის შვილი მყავდა დაახლოებით და ჩემთვის იყო ძალიან შოკის მომგვრელი, რომ ეს რა პროცესია და რანაირად შეიძლება რომ ეხლა ეს გაიარო და ნორმალური დარჩე და ანუ რანაირად ანუ უბრალოდ ინტერესი გამოიწვია ამან. და დავიწყე ამის კვლევა, ანუ ვიპოვე რამდენიმე ქალი, მაშინ ჟანა არ იყო სუროგატი, მე რომ ამას ვცდილობდი რომ გამეკეთებინა ტელებლოგის სუროგატებზე. ვიპოვე რამდენიმე გოგო, ველაპარაკე, გადაღებაც კი დავიწყე, მაგრამ მივხვდი რომ არის ძალიან რთული, იმიტომ რომ თითოეული ამ ქალის უკან დგას ოჯახი, ნათესავები და ძალიან დიდი ზეწოლა, იმიტომ რომ დღემდე მე ვთვლი, რომ ის რომ ჟანამ გაბედა ამაზე ლაპარაკი, ეს არის ძალიან დიდი სიმამაცე, მიუხედავად იმისა, რომ ჟანას უკან თქვათ ესე ნათესაობა და ეს არ დგას და არ აქვს ეს ზეწოლა, მაგრამ მაინც აქვს საზოგადოებისგან ზეწოლა და თუნდაც ელენეს არ ელაპარაკებოდა რაღაც პერიოდი, იმიტომ რომ თვლიდა, რომ შეიძლება მან რაღაცნაირად განსაჯოს მაინც რა. ანუ თავის შვილს არ ეუბნებოდა, რომ იყოს კი, იმიტომ რომ მაინც ქონდა ეს შეგრძნება, რომ ეს არ არის თვითონაც თავის თავთან არ გრძნობდა ესე გამართულად, რომ ფიქრობდა რომ რაღაც საშავებს. ანუ მაინც რაღაცა ისიც აკეთებს, რაც არ უნდა გააკეთოს. ყველა არ ფიქრობდა. ხო. ანუ და ის ქალები, ვინცაც მე შევხვდი, პირდაპირ და უმეტესობა სუროგატი ქალების უმალავს ოჯახს. ძალიან ხშირად მშობლებმა ახლა ქმარ ქლზე დამალვა ძნელია, მაგრამ ძალიან ბევრი შემთხვევა მინახავს, რომ აი საქართველოდან მივდივარ, ამბობენ ეს 9 თვე, სადღაც სხვა ქალაქში მიდიან და შემდეგ ბრუნდებიან ფულით. ანუ ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. ანუ ამის დამალვა და მივხვდი, რომ ამ ქალებისთვის ძალიან რთული იქნებოდა ახლა გამოჩენა. და გავჩერდი პრინციპში, მაშინ გავჩერდი, არ გამიკეთებია. და ჟანა მიცოდა ეს, რომ მე ამ თემით ვიყავი დაინტერესებული და როდესაც გახდა სუროგატი, თვითონვე შემოთავაზა. მოდი გავაკეთოთ ფილმი ახლა ამაზე. რა იყო მისი мотиваცია? რატო უნდა? ხო, აი ძალიან უცნაურია, ხო, რა იყო მისი мотиваცია? მე ვფიქრობ, მეც ბევრი მიფიქრია, იმიტომ რომ ეს კითხვა ბევრჯერ დაუსვამთ ჩემთვის, რა არის მისი мотиваცია.
მე ვფიქრობ, რომ ის დადებითი გამოცდილება, რომელიც მას მქონდა პირველ ფილმთან დაკავშირებით, აი ეს როგორც შეიცვალა მისი ცხოვრება, მე ვფიქრობ, რომ ეს არის мотиваცია მისთვის, რომ მიხვდა, რომ თუ რაღაცაზე ილაპარაკებ და გამოჩნდები, აი ეს არის მისთვის კარგი. მე ვფიქრობ, რომ პირველი мотиваცია ეს იყო და მერე თანდათან უკვე რაც უფრო მძიმდებოდა მდგომარეობა, იმიტომ რომ 4-ჯერ გააკეთა სუროგაცია და ყოველი შემდეგი იყო იმაზე რთული ვიდრე წინა. ბევრი სხვადასხვა პრობლემებით. აი უკვე მერე იყო გაბრაზებული და უნდოდა რომ ამაზე ელაპარაკა. ანუ აი უნდოდა რომ ხალხს ცოდნო და რა გზას გადის. რაზე იყო გაბრაზებული? ვიზე? ძალიან ბევრ რაღაცაზე. რა ვიცი, აი მთელი საქართველოში მოკლედ სუროგაცია არის ლეგალური, ანუ დაშვებულია, მაგრამ რეგულაცია ფაქტობრივად არ არსებობს. ანუ თვითონ კანონში არის იმდენად ზედაპირულად გაწერილი, რომ შემდეგ დანარჩენი რეგულაცია ხდება სააგენტოები აკეთებენ ამ რეგულაციას. როგორც უნდათ ისე აკეთებენ. კი, როგორც აწყობთ მე. ანუ არ კონტროლდება საქართველოში სუროგაცია. არა, არ კონტროლდება, არა, რაღაც დონის კონტროლი არსებობს, მაგრამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია. ანუ ამ 4 სუროგაციის მანძილზე და თან როგორ არის, იცი, ეს სუროგატები ერთმანეთს იცნობენ. ანუ ეს არ არის მხოლოდ მე არ ვხედავდი მხოლოდ ჟანას ამბებს. ანუ მე ვხედავდი პარალელურად ბევრი სხვა სუროგატი ქალების ამბებს, იმიტომ რომ ყველაზე ერთ-ერთი მტკივნეული ჩემთვის რაც იყო, აი პირველად რომ დავინახე ეს განცხადება და ვიფიქრე რომ ვინ არიან ეს ქალები. ანუ აი ჩემ თავს დავუსვიკითხო რომ გააკეთებდი ამას, ანუ აი რის ფასად შეიძლება ეს გააკეთო და ეს კითხოს მქონდა რომ ვინ არიან ეს ქალები და ჟანამს რო ვკითხე რომ საიდან გაიგე ამ სუროგაციის შესახებ, ან როგორ მოვიდა შენამდე მითხრა, ჩემი გოგოები ბავშვთა სახლიდან ამას აკეთებენ დიდი ხანია და ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად არის და რომ გავაცნობიერე რომ აი ესენი არიან ის ქალები, ვინც ამას აკეთებენ, ეს იყო ჩემთვის ძალიან ძალიან მტკივნეული თემა. ანუ ქალები, ვინც ბავშვთა სახლში იზრდებოდნენ, ვისაც არ აქვთ განათლება, ვისაც არ ყავთ ოჯახი, არ ყავთ ნათესავები, არ აქვთ საშუალება რომ ღირსეული ხელფასი ქონდეთ, ეს ქალები ხდებიან სუროგატები. კი ბატონო, ასეა. და რაც შეეხება აი რეგულაციებს რომ დავუბრუნდეთ, ჩემთვის ერთ-ერთი კიდევ ის იყო რაღაცნაირად ნიშანდობლივი, ერთ-ერთი რეგულაცია, რომელიც არა კანონში არ არის გაწერილი, არამედ სააგენტოებმა დააწესეს, არის ის, რომ ამ ქალებს აუცილებლად უნდა ყავდეთ შვილი. რატო? ანუ სუროგატი ქალი, დედა ვერ გახდება ქალი, რომელსაც არ ყავს შვილი. რატო? ხო, ეს კარგი კითხვაა, რატომ და მეც ბევრს ვფიქრობ ამაზე. პირველი, რაც მე ექიმებმა მიპასუხეს, არის ის, რომ მათთვის ეს არის თავის დაზღვევა, რომ თუ კი იქნება სამედიცინო გართულება, ანუ ჩვენ შემთხვევაში, ანუ ჟანამ საბოლოოდ დაკარგა საშვილოსნო. ბოლო სუროგაციაზე. და როგორც ჩანს, ეს არ არის იშვიათი. შესაბამისად, ექიმები იზღვევენ თავს, რომ მას შეიძლება შვილი საკუთარი აღარ ყავდეს და ჯობია უკვე ყავდეს შვილი. ეს არის როგორც ექიმმა ამიხსნა. თუმცა არის მეორე მომენტი ის, რომ მე მგონია, რომ ეს ჩემი ვარაუდია, რასაც მე ვაკვირდები, სააგენტოები იზღვევენ თავს, რომ მას არ გაუჩნდეს პრეტენზია ბავშვზე, ანუ უკვე ყავდეს საკუთარი შვილი, რომ იყოს ნაკლებად საშიში, რომ იტყვის, რომ ეს ბავშვი არის ჩემი. და რატომ? მაგალითად, ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, ერთ-ერთი ჟანას შვილი, სუროგატი ბავშვი იყო ბრიტანეთის მოქალაქის, ანუ მშობლები იყვნენ, ანუ მშობელი ბრიტანეთის მოქალაქე. და შემდეგ მას პრობლემები შეექმნა, არ ქონდა კონტრაქტი და მოკლედ ძალიან ბუნდოვანი მდგომარეობა იყო და მე მომიწია ბრიტანეთის საელჩოშიც ვიყავი მისული ამ თემასთან დაკავშირებით და მათ მითხრეს, რომ ბრიტანეთის კანონმდებლობის მიხედვით 6 თვე ეს ბავშვი ეკუთვნის ჟანას. ანუ ეს ბავშვი არის ჟანასი მათი კანონმდებლობის მიხედვით და მას შეუძლია თქვას, რომ არ გაძლევ. ანუ თუ სუროგატი ქალი იტყვის მათი კანონმდებლობის მიხედვით, რომ ეს ბავშვი ჩემია, მას შეუძლია, რომ არ მისცეს. თუმცა ამის საპირწონედ მეორე მხარეს საქართველოში არავითარი უფლება არ აქვს სუროგატ ქალს ბავშვზე. ხო. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც არის ჩვენი კანონმდებლობა მიმზიდველი ბევრი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქისთვის. იმიტომ რომ სუროგატ ქალს არავითარი უფლებები არ აქვს ბავშვზე და არის კიდევ ბევრი სხვადასხვა საკითხები, სადაც ძალიან მარტივად შეიძლება რაღაცეების მოგვარება. ანუ აი
რა ქვეყნებზე გვაქვს საუბარი? ანუ საქართველო რომელი ქვეყნების გვერდით იკავებს რიგს აი ამ სიაში, აი ამ ქვეყნების სიაში, სადაც სუროგაცია დაშვებულია და თან არ კონტროლდება ისე როგორც საჭიროა. სუროგაცია, ეხლა პირველ რიგში უნდა განვასხვავოთ კომერციული სუროგაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ მშობლები აფორმებენ ხელშეკრულებას სუროგატ ქალთან და იხდიან ამ სერვისში, ასე ვთქვათ, თანხას. ეს არის კომერციული სუროგაცია. ანუ ასევე არსებობს ალტრუისტული სუროგაცია, როდესაც ადამიანი საკუთარი ნებით და გადაწყვეტილებით გადაწყვეტს, რომ ახლობელ ადამიანს გაუჩინოს შვილი. ალტრუისტული სუროგაცია რიგ ქვეყნებში დაშვებულია, მათ შორის ბრიტანეთშიც. ანუ აქ ფულს არ იღებს არა? არა, არავინ ფულს არ იღებს, ეს არის უბრალოდ თუ კი მე მაგალითად ჩემი ოჯახის წევრს დას, არ ვიცი, რძალს ვიღაცას აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და მე შემიძლია რომ მისი შვილი ვატარო 9 თვე, შეუძლია ადამიანს რომ ეს გაწყვეტილება მიიღოს. მაგრამ რაც შეეხება კომერციულ სუროგაციას, კომერციული სუროგაცია ძალიან ცოტა ქვეყანაშია დაშვებული. აი მაგალითად რომ ჩამოგითვალო, საქართველოდან დავიწყოთ, უკრაინაში დაახლოებით იგივე კანონმდებლობაა კომერციულ სუროგაციასთან მიმართებაში, სასომხეთში, დაშვებულია მექსიკაში, ნიგერიაში, ასევე დაშვებულია საბერძნეთში, მაგრამ არის კონტროლირებადი ძალიან, ანუ სახელმწიფოს მიერ. ასევე დაშვებულია კვიპროსში. კვიპროსში დაშვებულია, რუსეთში ოღონდ უცხოეთის მოქალაქეებზე არა, ინდოეთი იყო ძალიან დიდი ბაზარი, ასე ვთქვათ, მაგრამ 2015 წლიდან დაიწყო კონტროლი და უცხოელებზე აღარ არის დაშვებული. ასეთია ძირითადი, ანუ ეს რუკა. ანუ საქართველო არის ქვეყანა, სადაც თან დაშვებულია და თან არ კონტროლდება. კი, საქართველო არის ესეთი. რუსეთშიც კი უფრო კონტროლდება ვიდრე ჩვენ ქვეყანაში. სიმართლე გითხრა, ეს რუსეთში ზუსტად რა ხდება არ მქონია ესეთი შეხება, მაგრამ ოფიციალურად დაშვებულია, მაგრამ არა უცხოელებისთვის. და ევროპაში როგორ ხდება? ანუ ევროპის ქვეყნებში საერთოდ დაუშვებელია სუროგაცია? კომერციული სუროგაცია? არა, ამერიკა? ამერიკის რამდენიმე შტატში არის დაშვებული კი კომერციული სუროგაცია, თუმცა იქ კანონმდებლობა არის ძალიან სხვანაირი და კონტროლიც არის და რეგულაციებიც და რა თქმა უნდა, ბევრად მეციხდია. ხო. კი. ამიტომ არის, რომ აი ეს ქვეყნები მე აკითხავენ საქართველოს, იმიტომ რომ აქ მე როგორც ვიცი, ძალიან ბევრი სააგენტო არსებობს, ვინც ამ სერვისს თავაზობს, უცხოელ მომხმარებელს. ისინი თან ნაკლებს იხდიან. თან არავინ აკონტროლებს ვინ არის, ვის მიყავს ეს ბავშვი. ანუ მე ვიცი რომ ამერიკაში მე მგონი ფილმებიდან ვიცი ეს ამბავი, რომ ანუ ამერიკაში იქ თუ არ აქვს შესწავლილი ამ ოჯახის საერთოდ მთელი ისტორია, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა, ფინანსური მდგომარეობა, ესე არავინ არ მისცემს ბავშვს. და ასევე სუროგატ დედას ისე უვლიან და ისე უფრთხილდებიან, რომ ძალიან უმაღლეს დონეზე და საქართველოში ეს არაფერი არ ხდება. ხო, კი, აი როგორ არის იცი? კანონმდებლობაში არის გაწერილი, წერია, რომ უნდა იყოს წყვილი, რომელსაც არ ყავს შვილი. ანუ 1 წელი ცხოვრობს ერთად, ოღონდ აუცილებლად ჰეტეროსექსუალი წყვილი უნდა იყოს. 1 წელი მაინც უნდა ცხოვრობდნენ ერთად და არ უნდა ყავდეთ შვილი. და რაიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, ქალს ძირითადად, ანუ ან შეიძლება საშვილოსნო არ ქონდეს, ან სხვა ჯანმრთელობის მდგომარეობა ქონდეს ისეთი, რომ არ შეეძლოს შვილის გაჩენა. მაგრამ საკუთარი პრაქტიკით შემიძლია გითხრათ, რომ ანუ ერთ-ერთი ჟანას ბავშვის მშობელი, რომელიც ჟანამ გააჩინა, მეოთხე ბავშვი იყო მისთვის და როგორც მე გავიგე, მეხუთე გააჩინა კიდევ იმის შემდეგ. ანუ რეალურად ეს, რაც დაწერილია კანონმდებლობის მიხედვით, არ სრულდება. ასევეა ქალებთან მიმართებაში. ქალები საერთოდ კანონმდებლობაშიც თითქმის არ ჩანან. ანუ არ არის გაწერილი მაგალითად, სულ რამდენჯერ შეიძლება, რა სიხშირით შეიძლება, ანუ რა ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა კონდეს. ანუ ეს ყველაფერი არსად არ ჩანს. შესაბამისად, ეს დამოკიდებულია
საავადმყოფ ექიმების, ანუ არ ვიცი, უკვე კეთილსინდისიერებაზე, გადაწყვეტილებაზე, სააგენტოზე და აი აქ ხდება რეგულირება. და მე აი ძალიან ბევრი სუროგატი ქალი ვიცი, საერთოდ თითქმის არ ვიცი ისეთი, რომელმაც ერთხელ გააკეთა, იმიტომ რომ როგორც წესი ესე იწყება ხოლმე, აი ჟანას შემთხვევაში ზუსტად ესე იყო, რომ მოდი აი ამ თანხას ავიღებ, ჩემ პრობლემას მოვაგვარებ. ამ ქალების უმეტესობის პრობლემა არის უსახლკარობა. ანუ ძირითადად ყველას ეს თანხა ჭირდება იმისთვის, რომ უზრუნველყოს საკუთარი შვილებისთვის ჭერი. და თანხა, რომელსაც ის იღებენ და ეს არის დაახლოებით 14, 15, 16,000 დოლარი და ამას უხდიან 9 თვის მანძილზე ნაწილობრივ აძლევენ, რომ იცხოვროს და სახლი იქირაოს თუ რაც ჭირდება და რაც დარჩება, მერე ის თანხა საბოლოოდ უხდიან. ანუ რეალურად ამ თანხით იმ პრობლემების მოგვარება ძალიან რთულია. ამიტომ ეს ქალები ძირითადად შემდეგ ისევ უბრუნდებიან ამას, იმიტომ რომ თავიდან ალბათ უფრო მეტად ეს ფსიქოლოგიური მომენტია, ძალიან რთული, როდესაც ბავშვი უნდა ატაროს 9 თვე და გაუშვა, მაგრამ როდესაც ადამიანი ალბათ ამას გადალახავს, მერე უკვე თulis, რომ კიდე შეუძლია მოდი ერთხელ. ესე იყო ჟანას შემთხვევაშიც, ანუ ყოველ შემდეგ ჯერზე, როდესაც გადაწყვეტდა, რომ ისევ სუროგაციას დაბრუნებოდა, იძახდა, რომ ეს არის ბოლო, აი ამ ერთსაც გავაკეთებ, აი ამ პრობლემას მოვაგვარებ და всё. ყოველ ჯერზე ესე მეუბნებოდა. და სხვათა შორის თავიდან ახლა იმ თემას რო დავუბრუნდეთ, როდის გადავწყვიტე მე ფილმი გამეკეთებინა ჟანაზე, თავიდან მაინც ყვაყმანობდი, იმიტომ რომ არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ჟანაც იყო მზად იმისთვის, რომ გაგვეკეთებინა ეს ფილმი. თუმცა ეს ხანდახან ვიღებდი, იმიტომ რომ მე თვითონაც მაინტერესებდა, რამდენად შესაძლებელი იყო თუნდაც საავადმყოფოებში გადაღება, ან სააგენტოები რამდენად გახსნილები იყვნენ და თავიდან ჩემი გამოცდილების მიხედვით ყველა იყო გახსნილი. ანუ როდესაც ეს იყო უფრო ახალი, ანუ რაღაცნაირად უყურებდნენ ალბათ როგორც უფრო სარეკლამო რაღაც ვიდეოს, არ ვიცი, თავისუფლად მიშვებდნენ ყველგან გადასაღებად. ანუ ბევრი წლის წინ. ბევრი წლის წინ, ხო, აი 2016 წლის წინ. მაგალითად. და მერე თანდათან, აი როდესაც გამოჩნდა პრობლემები, უკვე დაიწყეს ადამიანებმა ამაზე ლაპარაკი, აღმოჩნდა, რომ იქ რაღაცა არ ვიცი, ბავშვთან დაკავშირებით იყო რაღაც პრობლემა თუ ქალთან თუ ჯანმრთელობასთან, ნელ-ნელა უკვე ეს სივრცეები დაიხურა, ანუ ესე ბოლოს მაგალითად დაიხურა შენთვის, თორე უფრო მეტი და მეტი იხსნებოდა. კი, ქალებისთვის არა, რა თქმა უნდა, ხო, ჩემთვის თქვათ ეს გადასაღებაც დაიხურა ეს სივრცეები. ბოლოს რას ამბობდი? და ამბობდი იმას, რომ სანამ ჟანამ აი მესამედ არ მითხრა, რომ აი ახლა ერთსაც გავაკეთებ და მერე მოვრჩები ამას. აი უკვე მერე მივხვდი, რომ ფილმი უნდა გადამეღო, იმიტომ რომ მანამდე რაღაცნაირად ვცდილობდი, რომ ამეხსნა მისთვის, რომ ეს არ არის მისი ჯანმრთელობისთვის, ანუ არ შეიძლება ვთქვათ ამ სიხშირით მიიღო ეს წამლები, გააჩინო ბავშვი თან ყოველ ჯერზე ჟანას ყოველ შემთხვევაში კეთდებოდა საკეისრო. ანუ ჟანას შეიძლება ეს იმიტომ მოხდა, რომ ჟანას პირველი შვილი საკეისროთი, ან თავისი შვილი საკეისროთი ყავდა გაჩენილი და ყოველ შემდეგზე უკეთებდნენ საკეისროს და ამ სიხშირით ჯერ მარტო საკეისროს გაკეთება ხდებოდი, რომ ხა ეს არ იყო მაინც და მაინც კარგი. ასეთ მოკლე პერიოდში. ორგანიზმი რო არც კი არის აღდგენილი. კი, და როდესაც მესამედ მითხრა, რომ მე ისე ვარ სულად ვარ და ვაპირებ, რომ კიდე ერთხელ გავაკეთო, კი არა, უკვე ვაკეთებ და თან არ ქონდა კონტრაქტი. ანუ მესამე შემთხვევაში არ დაუდეს კონტრაქტი. ანუ მივხვდი, რომ ხო, უბრალოდ ახლა არაფერს სხვა საზრი აღარ აქვს ჟანას გადარწმუნებას და დავიწყე გადაღება. როგორი იყო ეს გადაღებები? გადაღებების პროცესი იყო ძალიან მძიმე. ძალიან მძიმე იყო, იმიტომ რომ ყოველ ორსულობას თან ახლდა ძალიან ბევრი სხვადასხვა გართულება. ჯანმრთელობის გართულება იყო თუ აი ეს უკონტრაქტობა, იმიტომ რომ რეალურად ჩემთვის ძალიან ბუნდოვანი იყო, რატომ არ უდებდნენ კონტრაქტს, იმიტომ რომ ლეგალურია, ანუ არ არსებობს რეალურად მიზეზი, რატო შეიძლება არ დაუდო კონტრაქტი. თავიდან უთხრეს, რომ კოვიდის პერიოდი, პოსტ-კოვიდის პერიოდი იყო და ნუ ვერ ჩამოდის წყვილი და მოდი დავიწყოთ და მასაც უკვე ქონდა გამოცდილება ამ სააგენტოსთან და დაიწყეს. და უკვე რომ გახდა 4 თვის, ანუ მივიდა სადღაც იმამდე და არ დაუდეს კონტრაქტი, მივხვდი რომ რაღაც პრობლემაა და რაღაც ხდება. ესე გაგრძელდა ბოლომდე, ანუ მეუბნებოდნენ დღეს ხვალ 2 კვირაში ჩამოვლენ, 1 თვეში ჩამოვლენ და ბოლოს ისე იმშობი არა, რომ კონტრაქტი არ ქონდა.
ანუ ბოლოს ანუ რა რეალურად მოხდა? ეს სუროგაცია გაკეთდა არალეგალურად. ბოლოს ეს ძალიან რთული პერიოდი იყო, იმიტომ რომ თხოვდნენ უამრავ რაღაც სიგიჟეებს თხოვდნენ, რომ თვითონ ჩაწერილი იყო დედათ, ანუ რეალურად იქ მივხვდი, რომ მე რაზეც თავიდან ფილმის გადაღება დავიწყე, იმის უკან კიდევ იმაზე მეტი პრობლემა ხდებოდა, ხო? ვიდრე მე მეგონა ან წარმომედგინა, რომ შეიძლება ხდებოდა. იმიტომ რომ რეალურად მიზეზი რატო ქნეს ეს დღემდე არ ვიცი. და რა თქმა უნდა, მე გაუჭირდათ ბავშვის გაყვანა, იმიტომ რომ ანუ მათი სქემა იყო, როგორც მე მივხვდი, რომ ჟანას ეთქვა, რომ ის არის დედა და შემდეგ ალბათ გადაეფორმებინ ამასზე ბავშვი, არ ვიცი იმის უკან რა ხდება. და მე და როცა ჟანამ ამაზე უარი თქვა. ხო, ანუ უარი თქვა, ის დედად არ გაფორმდა არა. და ეს ბავშვი წაიყვანეს. ბავშვის ბრულად ეგ მაინტერესებს, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, ამ ბავშვის გაჩენის მერე მოდი ჯობია კითხვას ასე ჩამოვაყალიბებ. ჩემთვის აი ამ ფილმს როცა ვუყურებდი, მე ვუყურე ქეთიმ გამომიგზავნა ბმული, რომელიც არ არის საჯარო, ეს ფილმი მხოლოდ ფესტივალზე იქნება ხელმისაწვდომი და თუ აქაც ჯერჯერობით. თბილისშიც დაიგეგმება, მე აუცილებლად ინსტაგრამზე გაგაგებინებთ ამას. ჩემთვის ეს ფილმი იყო არა მარტო ჟანაზე. ეს ფილმი იყო ამ ქალებზე, რომლებიც ასოწარკვეთილების შედეგად იღებენ აი ამ გადაწყვეტილებას. ეს ფილმი იყო ამ ბავშვებზე, რომლებიც არავინ იცის, არავინ არ არეგულირებს, ვის მიყავს და ვინ იხდის მათში ფულს. ეს ფილმი არის ჟანას შვილზე, ელენეზე, რომელიც დედამისს ეუბნება, რომ ეს ფული არ დამანახო. ანუ რეალურად მისთვის აკეთებდა ეს ქალი, მაგრამ შვილი ამას არ თხოვდა. და უარზე იყო აი ამ ფინანსურ დახმარებას. და ბოლოს ეს ფილმი არის საქართველოზე ზოგადად. აი რა ქართულ დღეშია ეს ქვეყანა და სადამდე მივედით ზოგადად. აი რა ხდება ამ ქვეყანაში, რამდენად უკონტროლოა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის დედობა ხალხნო. და საერთოდ ეს ფილმი რაღაც კიდე ძალიან ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ, მე დამაფიქრე იმაზე, აი ქალს რამდენი შეუძლია გააკეთოს თავისი შვილის გულისთვის, რომ აი თავისი სხეული შესწიროს. იმიტომ რომ ჟანას სხეული დაუზიანდა, ეს გოგო არის 29 წლის, გაკეთებული აქვს 5 საკეისრო 29 წლის გოგოს, აქედან 4 ყავს სუროგაციით. ჯანმრთელობა ყოველჯერზე უარესდება და შენ გქონდა ძალიან კარგად ეს ყველაფერი დანახული და გადმოცემული. ნუ საოცარი დრამატურგია, საოცარი მხატვრულობა, აი არ ვიცი, კეთი მართლა გაოგნებული ვუყურებდი და ეს იყო მე მგონი ერთადერთი ეპიზოდია ეს, რომის მზადების დროს, ნუ აი ვტიროდი განუწყვეტლივ. აი არ ვიცი, ამდენი პრობლემა აი ამ ერთ ფილმში როგორც შეძელი რომ გადმოგეცა მე ჯერ არც ერთ ეპიზოდში არ მისაუბრია. აი ამდენი რაღაცა ერთად გააერთიანე და დაგვანახე. და მე მაინტერესებს, ჩემთვის ეს იყო ეს ფილმი და შენთვის რა არის ეს ფილმი? აი რაზეა ეს ფილმი? ეს არ არის მხოლოდ სუროგაციაზე. არა, ეს ფილმი არ არის სუროგაციაზე. ჩემთვის ეს ფილმი არ არის სუროგაციაზე. ანუ ჩემთვის ეს ფილმი არის დედობაზე და მსხვერპლშეწირვაზე. აი ზუსტად სწორად თქვი. სადამდე შეიძლება დედა წავიდეს შვილის გამო. აი ამაზეა ჩემთვის ეს ფილმი. და ამის ყურება არ იყო მარტივი. ამიტომ ამბობ, რომ რთული იყო გადაღებების პროცესი, იმიტომ რომ ძალიან რთულია უყურო ადამიანი როგორ იზიანებს თავს. თუნდაც თავის შვილისთვის. მეც დედა ვარ. ანუ ბევრი მიფიქრია ვთქვათ დედაჩემზეც იქ 90-იანებში ვიცით ჩვენი დედები რაებს ჩადიოდნენ და როგორ გადაარჩინეს ქვეყანა და გადაგვარჩინეს ჩვენ. ამიტომ იყო რომ ეს ფილმი გახდა ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი და იმდენად ახლოს. რომ აი 9 წელი ამ ფილმთან ისე ვიცხოვრე, რომ არ ყოფილა არც ერთი მომენტი, რომ დავიღალე მომბეზრდა იქნებ, აღარ მინდა. ანუ აი რაღაცნაირად სულ იყო ახალი და ახალი მიზანი და ჩელენჯი და იყო ძალიან ემოციურად რთული. იმის ყურება, რომ ადამიანი არ ჩერდება და რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, ამით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ კი ეს ფილმი უნდა გავაკეთო და ეჭვიც არ შემპარვია ამაში, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ხვდებოდი, როგორ შეიძლება ამაზე ვილაპარაკო. როგორ შეიძლება ვინმეს მოვუყვე
რა მდგომარეობაში ვართ ქალები ამ ქვეყანაში. ხო და ეს რა თქმა უნდა სუროგაცია ახლა ეს ისეთი საკითხია რომ ძალიან ვიწრო ეხლა ძნელია ვისაუბროთ იმაზე რომ აი ქართველი ქალები სტატისტიკურად ესე ანუ სტატისტიკაზე აქ არ იქნება საუბარი თუმცა თუ შევადარებ სხვა ქვეყნებს მე მგონი ძალიან საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს ჩვენს ქვეყანაში ანუ ეს შეიძლება აი თქვენ რო უყურებთ ახლა ამ პოდკასტს უშუალოდ თქვენ არ გეხებოდეთ სუროგაციის პრობლემა რა თქმა უნდა მაგრამ აქ ხო საუბარია იმაზე ამ ქალს ჟანას სუროგაციის იდეაც კი არ ექნებოდა მას რო კონდეს სხვა საშუალება რო თავის შვილზე იზრუნოს. ვის მოუვა თავში აზრად რო აი მე ახლა გავხდე სუროგატი დედა. აი რომელ ქალს მოუვა თავში ახლა ეს აზრად რო კონდეს სხვა საშუალება ხო? კი, ერთი რამე მინდა კიდე დავამატო, ვისაც ფილმი არ უნახავს და არ ვიცი ნახავს თუ არა. ჟანა ორსულობის დროსაც მუშაობდა სპარში. ანუ მუშაობდა განუწყვეტლად, ღამე მუშაობდა, იმიტომ რომ ღამის ცვლაზე უფრო მეტი ანაზღაურებაა, ვიდრე დღის ცვლაზე. და ხანდახან იმდენ ღამეს აბავდა, რომ აი ამაზეც მიწევდა ლაპარაკი, რომ ესე არ შეიძლება ამდენი ღამის გათენება, იმიტომ რომ ვეღარ იცხოვრებ ამის მერე. ანუ ეს არ არის ადამიანი, რომელსაც ეზარება რომ იშრომოს ან რაღაც. უბრალოდ შეუძლებელი იყო მისთვის, რომ რაღაცა მისი შვილისთვის, რაც უნდოდა რომ მიეცა და მე ძალიან ვაფასებ, რაც ჟანამ გააკეთა და შეძლო, იმიტომ რომ დღეს ელენე არის აბიტურიენტი და ემზადება უნივერსიტეტში ჩასაბარებლად. და ეს არის აბსოლუტურად ჟანას დამსახურება, თუმცა რა თქმა უნდა ჟანას ძალიან ძვირი დაუჯდა ის რომ მისი შვილი არის ესეთი კარგი. და კიდევ ჩემთვის ეს იყო სულ იმედი და мотиваცია ელენეს ყურება, რომ ელენე არის ადამიანი, რომელიც აი არ ვიცი მაძლევდა ძალას, რომ ეს ფილმი უნდა გავაკეთო, იმიტომ რომ მასაც ჭირდება ეს ყველაფერი და ანუ ჟანამ შეძლო ეს ყველაფერი, რაც მგონია, რომ არ ვიცი ვერასდროს ვერ წარმოიდგენდა ვერც ჟანა და ვერც მე, იმიტომ რომ მე ჟანას ადრეც ვიცნობდი ბავშვთა სახლიდან, რაღაცა მანამდეც გავიხსენე, რომ ვიცოდი, რომ ჟანა შეძლებდა, რომ აი ესეთი შვილი ყოლოდა, როგორც არის ელენე. ხო, ნამდვილად თავგანწირვაა. ეს ქალი ნამდვილად იმსახურებს შექებას. როგორ შეძლო ჯერ რაც ლიერებს იქი გააქვს, ამ ყველაფერს რო უძლებს და კიდე საღაზრზეა და საღად აზროვნებს. ამდენი სუროგაცია გადაიტანა თან ასეთი წარსულით ბავშვთა სახლში რო იზრდებოდი ალბათ რამდენი ძალადობა და რამდენი უბედურება აქვს ნანახი და კიდე საღაზრზეა დგას რომ აი თავისი შვილისთვის განაგრძოს ცხოვრება. ეხლა მოგვიყევი რა ხდებოდა თვითონ ნუ ეს ფილმი როცა იწყება პირველი არის ეს გაფრთხილება რომ ფილმი შეიცავს კადრებს ბავშვის მშობიარობის და მშობიარობა გაქვს გადაღებული თანაც ორი. ანუ შენ უყურებდი და შენ ხარ მომსწრე ამ ქალის ორი თუ რამდენი ბავშვის მომსწრე ხარ რამდენი ბავშვი გააჩინა 4 ორსულობა ქონდა და 5 ბავშვი გააჩინა ერთი ტყუპები იყო. 5 ბავშვი გააჩინა 4-ვეს მომსწრე ხარ? კი, ანუ მშობიარობაზე იქ უშუალოდ 2-ზე ვიყავი, მაგრამ დანარჩენებიც ხო? იცნობდი მაგ პერიოდში და ანუ არ გადაგიღია უბრალოდ ის პერიოდულად ვიღებდი კიდეც კი. რა ხდებოდა აი ნუ მშობიარობის კადრები ფილმში რაღაც საოცრად გაქვს გადმოცემული და ეხლა რომ მოგვიყვა ის რაც არის მის ანუ შენი ფიქრები და რაც შეიძლება რომ გინდა რომ თქვა და გააზია რომ რაც ნახე შენ იქ და რაც განიცადე. ხო, ეგეთი ძალიან ბევრია სალომე, იმიტომ რომ მონტაჟის პროცესი იყო ძალიან რთული. გამომდინარე იქიდან რომ მქონდა ძალიან ბევრი მასალა. ანუ ხო, რა ვიცი, 5 წელი ძალიან ინტენსიურად და 9 წელი დანარჩენიც, ანუ არა ინტენსიურად ვიღებდი. და რა თქმა უნდა, ბევრი ისეთი ამბავი იყო, რაც ვერ მოხვდა ფილმში. ხო. უბრალოდ შეუძლებელი იყო რომ მომხდარიყო. შეუძლებელი იყო და ყველაზე უცნაური იცი რა არის რომ იმდენად პრობლემა იყო ყველა ნაბიჯზე რომ რაღაც მომენტში ფიქრობდი რომ ამდენ პრობლემას უბრალოდ ფილმში ვერ ჩავსვავ. იმიტომ რომ ნუ გარდა იმისა რომ დრამატურგიულად შეუძლებელი იყო რომ ამდენი პრობლემა ყოფილიყო. ნუ ისედაც ცოტა დაუჯერებელი და სიგიჟე იყო რომ შეიძლება ერთ ადამიანს ამდენი რამე შეემთხვას. მაგალითად
ბოლო ორსულობაზე იყო ესეთი შემთხვევა, ჩინელი იყო ეს აგენტი და ჟანას იმიტომ რომ ჟანას საკეისროები ჰქონდა გაკეთებული და ისედაც არ ვიცი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე ძალიან დაზიანებული ჰქონდა, ბოლომდე ვერ მიყავდა ეს ბავშვები და ნაადრევი მშობიარობა ჰქონდა ორივე ბოლო. და ბოლო მშობიარობა რო დაეწყო 6-7 თვის იყო და გაუკეთეს საკეისრო, იმიტომ რომ სისხლდენა იწყებოდა უკვე და ნუ მერე იძულებული გახდნენ რომ საშვილოსნოც ამოეღოთ. გაბროს და ის ჩინელი აგენტი მეო ეს ქალიო ჯანმრთელი არ ყოფილაო და ფულს არ გადავუხდიო. ასეთ შემთხვევები სხვაც წამიკითხავს რო ყოფილა, იმიტომ რომ თვითონ კონტრაქტები რაც ამ ქალებს აქვთ, არის ძალიან კაბალური, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მათ არ აყავთ იურისტები და რაღაც ვიღაცა ვინც დაეხმარება და ყოველთვის ძალიან ცალმხრივია. იმიტომ რომ ჟანების შემთხვევაში ჩვენ მოგვიწია მისვლა საფართან და ფილმში არის კიდეც ეს ნაწილი საფარში რომ მივდივართ და იქაც საფარი რა არის? საფარი ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ქალების უფლებებს იცავს და დაეხმარნენ ჟანას მთელი აი ამ იმ შემთხვევაში, როცა არ ქონდა კონტრაქტი, იმიტომ რომ ჟანა პოლიციაში წავიდა და ანუ მართალია მალევე საქმე დახურეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვეცადეთ და საფარი დაგვეხმარა. და ის კონტრაქტები არის ძალიან ცალმხრივი და წერია იქ, რომ თუ კი რაღაც ბოლომდე ვთქვათ რაღაც ვადამდე ვერ მიყვან, შეუძლიათ რომ ფული არ გადაუხადონ და ყოფილა ესეთი შემთხვევები, რომ ფული არ გადაუხდიათ. და ნუ მანდ მომიწია ჩარევა, რომ რაღაცნაირად ისე მელაპარაკა იმ ჩინელ აგენტთან, რომ ანუ იმდენი სხვადასხვა პრობლემა იყო, რომ რაც ფილმში ვერ მოხდა რეალურად. იმიტომ რომ აი შეუძლებელი იყო, რომ აი ამდენ რამეზე თუმცა რა თქმა უნდა იმის იქით სალომე უამრავი რაღაც არსებობს, რაც დავინახე კიდეც, გადავიღე კიდეც და ანუ შემზარა კიდეც და ანუ არ ვიცი, ძალიან რთული იყო ამის ყურება რეალურად, რამდენად არარეგულირებადია და რამდენი მავნე რაღაც შეიძლება მოყვეს ამას, რომ არარეგულირებულია. ანუ მაგალითად მოწყვლადები არიან არა მარტო ქალები, სუროგატი ქალები, ასევე ბავშვები, რომლებიც იბადებიან და ასევე წყვილი, რომელიც უკვეთავს. იმიტომ რომ ამ გაუგებრობაში, რაც ხდება ხშირ შემთხვევაში, ყველა არის დაუცველ მდგომარეობაში. ყველა არის დაზარალებული. ერთის გარდა, ეს არის სააგენტო. ხო, ძირითადად სააგენტო. მოგებული რჩება სააგენტო. კი. რომელსაც არავინ არ აკონტროლებს. ძირითადად ეგრეა. ამ ქვეყანაში ჩემი დაკვირვებით. კი. იმიტომ რომ აი ახლა ხანს იყო ძალიან გახმაურებული ამბავი კინდერლი რო სააგენტო, რომელიც სხვათა შორის არ არის ქართული. ხა რაც შეეხება სააგენტოებს, ჩემი დაკვირვებით, რადგან მე 2016 წლიდან ვუყურებ ამას როგორც დამკვირვებელი, თავიდან ძირითადად სააგენტოები იყო ქართული. აი სულ თავიდან ინდოეთში ვაკრძალეს, თითქოს რაღაც ინდოეთიდან წამოვიდნენ სააგენტოები, მაგრამ მერე მალევე გაქრნენ, ანუ ძირითადად სააგენტოები ვისთანაც ჟანას შეხება ქონდა, იყო ქართული. მაგრამ და არ იყო ძალიან ბევრი. მაგრამ ბოლო 2 წლის განმავლობაში დაახლოებით და ეს არის დაკავშირებული უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან, იმიტომ რომ უკრაინა იყო ძალიან დიდი ბაზარი და იქიდან აი ეს რელოკაცია მოხდა და სააგენტოებიც წამოვიდნენ საქართველოსკენ. და აი ზუსტად ის შემთხვევა რაც იყო ამ კინდერლის, ეს იყო უკრაინულ სომხური სააგენტო, ანუ ქართული არ იყო, რომელმაც ათეულობით ქალს არ გადაუხადა თანხა. და კიდევ მეორე ამ 2 წლის განმავლობაში გარდა იმისა, რომ ახალი სააგენტოები შემოვიდნენ საქართველოში, არა ქართული, ასევე დაიწყეს უცხოელი ქალების შემოყვანა, იმიტომ რომ საქართველო არც ისე დიდი ქვეყანაა, რაღაც რესურსი ამოწურვადია, როგორც ჩანს. ნუ ახლა ამდენჯერაც ხა ჟანა 4 ჯერ გააკეთა და მე ძალიან ბევრი სხვა სუროგატიც ვიცი, ვინც ბევრჯერ აკეთებს, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც ამოწურვადი იყო ეს რესურსი და დაიწყეს შემოყვანა ქალების სხვადასხვა ქვეყნებიდან. რამდენადაც მე ვიცი, ეს არის ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთიც და ამ ბოლო დროს გავიგე, რომ ეს არის ეთიოპია და კენია. ანუ უკვე სუროგატებიც უცხოელები არიან. ანუ ხშირ შემთხვევაში არის რომ არც აგენტოა ქართული, არც სუროგატია ქართველი და არც ბავშვია ქართველი. ანუ რეალურად თითქოს საქართველო არის ადგილი, შავი ბაზარი. სადაც ეს მარტივად კეთდება. შავი ბაზარი არ არის? ხო, ალბათ. აი, სადაც ყველაფერი დასაშვებია და ყველაფერი არის იაფად ხელმისაწვდომი. ხო, ეხლა უბრალოდ აი რაღაც თავმოყვარეობის, აი მე მაგალითად ჩემ ქვეყანაში რო ეს ხდება, თავმოყვარეობა მელახება. აი რატო უნდა ხდებოდეს ეს ჩემ ქვეყანაში? ხო. და იმას რომ ვამბობდი, რომ ეს სუროგაცია შეიძლება ჩვენ არ გვეხება. მაგრამ აი წარმოიდგინეთ
ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ეხება ბავშვის დაბადებას და დედის ორსულობას. აქ თუ დაუცველია ქალი და აქ თუ ვერ მიმართავს ვერავის და ვერავინ ვერ დაეხმარება, რაღაც აი უბრალო პატარა გაუგებრობაზე რა უნდა ქნას ქალმა? აი პატარა რაღაცა ადამიანის უფლებების დარღვევა, არ არსებობს აქ დიდი და პატარა უფლებები, ყველა უფლება ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა უნდა დაიცვას ქვეყანამ და ერთმანეთის უნდა გავუფრთხილდეთ. აი წარმოიდგინე, ამ ხელა პრობლემაზე თუ ქალი დაუცველია, რაღაც პატარა პრობლემებზე რა უნდა ქნას ქალმა ამ ქვეყანაში? კი, ან პატრონი არა გვყავს? ხო, ამ შემთხვევაში ის რომ რეგულაცია არ არსებობს, თუმცა იყო ლაპარაკი შეცვლაზე კანონის თუ გახსოვს ერთი პერიოდი აკრძალვაზეც იყო ლაპარაკი, მაგრამ მეორე მოსმენის ჩავარდა. მე როგორც ვიცი, აგრძელებენ ისევ კანონზე მუშაობას, თუმცა აი ამ სიტუაციაში რაც დღეს ხდება, მე მგონი არავის არ ცალია სუროგაციისთვის და ეს არის კარგი გარემო. ძალიან თქეთი. ძალიან კარგად ცალია, ვისაც აწყობს და ვინც ამით ფულს აკეთებს, ყოველთვის ეცლებათ. და მაგიტომაც იყო ერთი პერიოდი, რომ ვითომ უნდა გაეკონტროლებინათ და მერე რო გადაიფიქრეს. ნეტა რატო გადაიფიქრეს? ნეტა რატო არ დგას ეს დღის წესრიგში? ძალიან მე ვფიქრობ, რომ უნდა სარფიანი და მომგებიანია ვიღაცებისთვის და იმით. აი ესე რაღაცა ოფიციალური სტატისტიკა და რიცხვები. რა თქმა უნდა, ესე არ არსებობს. სათიქნება, კონტრაქტს არ უდებენ და სათიქნება. იცი როგორი ნათელი სტატისტიკა, ნებისმიერ საავადმყოფოში რო შედიხარ, აი სადაც სამშობიაროებში და ისეთ რო გადახედავ ფოიეში, აი პირდაპირ სტატისტიკა დევს, იმიტომ რომ ხვდები რომ ესენი არიან სუროგატი ქალები, ანუ არა ქართველები, უფრო ესეთი აზიური გარეგნობის ქალები, ორსულები და ნუ ხვდები რომ ესენი არიან სუროგატები და ეს არის საკმაოდ ისე თვალშისაცემია. ექიმები რას ამბობენ ამაზე? შენ გქონდა შეხება? ექიმები, იცი როგორ არის? ანუ ჟანა, როდესაც მე აი ჟანას ვიღებდი აქტიურად და დავყვებოდი, სულ რამდენიმე სამშობიარო იყო, რომელიც სუროგატებზე მუშაობდა. ბევრი სამშობიარო არ მუშაობდა სუროგატებზე. მაგრამ მე დღეს როგორც ხვდები, უკვე ყველა სამშობიარო მუშაობს სუროგატებზე, იმიტომ რომ მოთხოვნა არის ძალიან დიდი. და ხო, აი ესე ამაზე ლაპარაკი ექიმთან ახლა რამდენად როცა მოდის ორსული ქალი და მას ჭირდება დახმარება, რა თქმა უნდა ექიმი არა, რა თქმა უნდა, ექიმი რა უნდა ქნას, მაგრამ აი უბრალოდ მე ვამბობ, აი ადამიანურად შენთვის რამე თუ გაუზიარებია, თან რაღაც თავისი აზრი თუ თქვამთ ან რაღაც მსგავსი. კი, ერთ-ერთ საავადმყოფოში იყო რაღაცა საბუთზე ვიყავი მისული და ერთ-ერთი ექიმა ეს გამიყვანა კუთხეში და მითხრა რომ რამე გუშველეო, იმიტომ რომ ძალიან ისეთი მდგომარეობა გვაქვს, რომ აი ძალიან ბევრი სუროგატი ქალი გვყავსო და ხო ეს ძალიან თვალშისაცემია ისედაც, ანუ ოდნავ დაკვირვებული თვალიც არ ჭირდება, ხვდები რომ უბრალოდ ამდენი უცხოელი აზიური გარეგნობის ქალი საქართველოში უბრალოდ სამშობიაროდ არ ჩამოდის. მაშინ როცა ამ ქვეყანაში შობადობა წლიდან წლამდე კატასტროფულად იკლებს. აი თან ანუ აი პარადოქსია, ანუ ქვეყანაში ძალიან ბევრი ქალი მშობიარობს, ოღონდ სხვა ეროვნების, სხვაგან მიდის ეს ბავშვი და ჩვენ ქვეყანაში შობადობა იკლებს და იკლებს. თვითონ ეს კადრი მე როცა ვუყურე ამ ფილმს აი ბოლო მეორე მშობიარობა რო ქონდა გადაღებული იყო, ნუ რაღაც აუცარი. და არ ვიცი მე მაგ კადრში, შენ ჟანას კადრი გაქვს ახლო ხედით გადაღებული, თვითონ არ უყურებდა ხო თავის შვილები, ანუ თავისი არ არის წამომცდა. ანუ ამ ბავშვების ნანახი არ ყავს. იცი როგორ არის? რაღაცნაირად აი ეს თავდაცვის მექანიზმი თავიდანვე რაღაცნაირად არ ვიცი ფსიქოლოგი ამუშავებს თუ ექიმი ამუშავებს თვითონ ეს პროცესი როგორ ხდება, მაგრამ ყველას აქვთ ერთი თავდაცვის მექანიზმი, რომ არ უნდათ რომ ეს ბავშვი ნახონ. ანუ ერთ-ერთ პირველ მშობიარობაზე ვკითხე ჟანას, რომ არ გაინტერესებს მეთქი ტყუპები იყო მაშინ და არა უმითხრა, იმიტომ რომ თუ ნახავა მე ვერასდროს ვეღარ დავივიწყებო. ანუ ეს არის რაღაცნაირად თავდაცვის მექანიზმი, რომ არ ნახონ ეს ბავშვები. რომ თავი დაიცვან, ალბათ შენ უფრო კარგად გეცოდინება ეს ფსიქოლოგიაში, თქვათ, რამდენად შეუძლია რაღაცის გაძლება, ანუ მე ვხედავდი ამას როგორც თავდაცვას, რომ რაღაცა არ მიიღოს ეს და არ იფიქროს ამაზე, რომ აი რა კავშირი აქვს ამ ბავშვთან, იმიტომ რომ მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება არ ქონდეს კავშირი ბავშვთან, რომელსაც 9
თვე მუცლით ატარებ. მე ერთი შვილი მყავს გაჩენილი და არ ვიცი სხვა გამოცდილება არ მაქვს და ამიტომ ცოტა ჩემთვის წარმოუდგენელი იყო. სიმართლე გითხრათ, თავიდან უფრო ამ ინტერესით დავიწყე ამ ფილმის გადაღება. თუმცა მე ანუ აი ელენე რო გაიზარდა უკვე იმას რო კითხვები გაუჩნდა და ელენესთან რო ძალიან მყარი კავშირი გამიჩნდა, რეალურად აი თითქოს პაზლები ვის ჩემთვის მაშინ შეივსო რატო ვაკეთებდი მე ამ ფილმს, იმიტომ რომ არ ვიცი შეიძლება კი არა არის ალბათ ესეთი რეჟისორები, ვინც თავიდანვე იციან რომ აი მე ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ მე ეს მინდა და მე ეს მაწუხებს და ჩემ შემთხვევაში ესე არ იყო, აი რაღაცნაირად ინტუიციურად მივყევი უფრო. ანუ მივხვდი რომ ეს თემა არ მიშვებს. ანუ მქონდა რაღაც მომენტები გაქცევის, ანუ არ ვიცი შეიძლება იმიტომ რომ ძიმე იყო და რაღაცნაირად მაწუხებდა, იმიტომ რომ იყო შუა პერიოდში სასწავლებლად ვიყავი ერთი წელი წასული, რაღაც სხვა თემაც გავაკეთე, სხვა რაღაცებზე ვფიქრობდი, ტელევიზიაშიც მუშაობდი, მაგრამ რაღაცნაირად ამ თემამ არსად არ გამიშვა. და აი უკვე მე აქტიური გადაღება რო დავიწყე და ელენეც რო გაიზარდა და მასაც რო კითხვები გაუჩნდა, აი მე მივხვდი და გავაცნობიერე რეალურად რატო არ გამიშვა ამ თემამ. რატო? აი ეგ იყო მთავარი, რომ რაღაცნაირად მარტო ის არ იყო ჩემთვის, რომ აი ეს თავიანთი ინტერესიც მქონდა როგორ უშვებენ ამ შვილებს. ანუ კიდე უფრო ღრმა იყო, ანუ ეს არ იყო სუროგაცია მხოლოდ და იმიტომ არ არის ეს ფილმი სუროგაციაზე, ეს არის უფრო დედაზე და შვილზე. ანუ ჩემთვის რაღაცნაირად დამყარდა კავშირი როგორც ჟანასთან, როგორც დედასთან, იმიტომ რომ მეც ხომ დედა ვარ და ასევე როგორც ელენესთან, როგორც შვილთან. და მოდი ელენეზე ვისაუბროთ, მე ამაზე ცალკე მინდოდა რა თქმა უნდა საუბარი. მე უკვე ვახსენე რომ ეს შვილი, ჟანაშვილი ელენე ეუბნება რომ ეს ფული მე არ დამანახოთ, თან ცრემლები აქვს ამ დროს თვალებში. და ელენე ამ ფილმში ძირითადად ტირის. აი სადაც ჩანს, კი, იცინის თითქოს აი ყველაზე ლაღი იცი სად იყო, აი შენს პირველ გადაღებულ იმ მეცხრე არხისთვის გადაღებულ კადრებში, სადაც უსახლკაროები არიან და რაღაც ქუჩაში რო ხო, მზეს ხატავს რაღაც პატარა ხო 4-ის თუ 5-ის თუ რამდენი წლის არის და ბედნიერია და ლაღია მიუხედავად იმისა, რომ სახლი არ აქვს, მაგრამ დედა ყავს გვერდით. და აი მერე უკვე რო იზრდება, სუტირის და არის უბედური ეს ბავშვი. და შენთვის როგორი იყო ელენე და რა იყო, რას ნიშნავდა მისთვის, რომ დედა არის სუროგატი? ხო, ძალიან რთული იყო. აი ეგ იყო კიდევ ერთი სირთულე ამ ფილმის გადაღების, იმიტომ რომ პირველ პერიოდში, პირველ ორსულობებზე ჟანა ცდილობდა, რომ რაღაცნაირად არ ელაპარაკა ელენესთან ამაზე, იმიტომ რომ ელენე პატარაც იყო პრინციპში და მაინც და მაინც როგორც მე ელენეს ველაპარაკე მე ყოველთვის ხვდებოდიო მითხრა, მაგრამ აი რაღაცნაირად მაინც ვერ გადაწყვიტა ჟანამ პატარა ბავშვთან როგორ ელაპარაკა ამ თემაზე და ამიტომ დუმილი აირჩია. და ჩემთვის სხვათა შორის ეს დუმილიც იყო კიდევ ერთ-ერთი ფაზლის ნაწილი, იმიტომ რომ მე მგონია რომ არ ვიცი ჩვენ კულტურულად გვაქვს ეს რომ რაღაცებზე არ ვილაპარაკოთ მნიშვნელოვან თემებზე, სპილოროდევს მაგიდაზე მაგალითად ვილაპარაკოთ ყველაფერზე, ოღონდ არ ვილაპარაკოთ იმაზე, რაც სალაპარაკოა. ანუ ეს ურთიერთობაც ოჯახში იყო ჩემთვის რაღაცა ძალიან ახლო. იმიტომ რომ სიმართლე გითხრათ, ვცდილობ დღემდე მიჭირს, რომ მე და დედა ჩემმა რაღაცა თემებზე ვილაპარაკოთ. ეგ ყველგან არის. ყველა დედასთან ჩვენ თაობაში. ხო, კი. ხო და ესეც იყო ჩემთვის ძალიან ახლო. მაგრამ მაინც რთული იყო, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს ჟანას თანამზრახველი გამოვდიოდი ამ ყველაფრის მალვაში და ამიტომ ეს იყო ჩემთვის რაღაცა ეთიკურად არც ისე სწორი. და რეალურად როდესაც ჟანამ შეძლო, რომ ელენესთან მართალია ასე ავლით რაღაცნაირად სუბუქად ელაპარაკა ამ ყველაფერზე და ეთქვათ ერთმანეთის რომ ვიცით რაც ხდება. აი ამის მერე ცოტა გამიადვილდა გადაღება. თუმცა რა თქმა უნდა ელენეს მდგომარეობა მაინც იყო ჩემთვის ყოველთვის პრიორიტეტულიც, როგორ გრძნობდა ელენე თავს და დღესაც სიმართლე გითხრა, ანუ 30 სექტემბერს გვაქვს თბილისში რა ქუთაისში პრემიერა, საქართველოში პრემიერა პრინციპში, იმიტომ რომ ფილმი მარტის ბოლოს პრემიერა გქონდა, მსოფლიო პრემიერა კოპენჰაგენში და იქ ჟანა და ელენე იყვნენ. და ეგეც ძალიან სანერვიულო ჩვენება იყო ჩემთვის, იმიტომ რომ იქ იყვნენ ჟანა და ელენე. და ყველა სიტყვას მაინც წონიდი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ რაღაცა აი ელენე არის ხოლმე ჩემთვის მაინც ესეთი რომ ანუ რაღაცა მგონია რომ ის ძალიან სენსიტიური ადამიანია და ნუ რა თქმა უნდა არასრულწლოვანია და ეს მომენტი ყოველთვის იყო
თუმცა აი როდესაც ელენესთან დავამყარე კავშირი და დავმეგობრდით რეალურად და რაღაცა მნიშვნელოვან თემებზე დავიწყეთ ლაპარაკი, აი მაშინ ვიგრძენი ბოლომდე თავი მყარად იმაში, რასაც ვაკეთებდი. როგორი გოგოა ელენე? ელენე არის ძალიან ძალიან კეთილი ადამიანი და ძალიან ნიჭიერი, ინტერესიანი და ძლიერი. ანუ მგონია რომ ელენეა ის ბავშვი, რომელსაც ადრე მოუწია გაზრდა. თვითონ ჟანაც ესე იყო პრინციპში. და რაღაცა მომენტში დავინახე რომ როლები შეცვალეს დედაშვილმა და არ ვიცი ფილმში რამდენად ჩანს, მაგრამ რაღაცნაირად ელენემ აიღო აი ეს როლი, რაც არ არის მსუბუქი ბავშვისთვის. მაგრამ მგონია რომ აი რაღაცნაირად ფილმიც მიეხმარათ, რომ რაღაცებზე ელაპარაკათ, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა რომ ამაზე არასდროს არ ელაპარაკათ. მგონია რომ ეს შენ უკეთ იცი, მაგრამ უფრო დიდი ტრავმა ყოფილიყო მისთვის თუ დარჩებოდა ულაპარაკო. იყო რაღაც მომენტები კიდე რაც ფილმში არ არის. ელენემ მას მერე რაც დაიწყეს ამაზე ლაპარაკი, დაიწყო ჟანას განათლება ამ მიმართულებით, იმიტომ რომ აღმოაჩინა რომ ჟანამ ბევრი რაღაც არ იცის ორსულობაზე, რა როგორ მიდის და ის ბიოლოგიით იყო ძალიან დაინტერესებული და აი უხსნიდა და ერთხელ მიყვებოდა და იცინოდა რომ იცი რომ დედამო არ იცოდა რომ ბავშვ მუცელში ძინავსო. ხო და აი რაღაცა ეს იყო რა ქვია, დაახლოვდნენ ამით, ანუ უფრო მეტად და ჟანასაც დაეხმარა ძალიან და თვითონ ელენესაც დაეხმარა, იმიტომ რომ ტვირთად დარჩა, მაგრამ მგონია რომ ოდნავ შემსუბუქდა იმით, რომ ამაზე ლაპარაკი დაიწყეს. და შენ როგორ შეგცვალა შენმა ფილმმა? ხო, მეც შემცვალა, გავიზარდე, ჯერ 9 წელი ადამიანის ცხოვრებაში საკმაოდ დიდი დროა. და გავიზარდე როგორც დედა და გავიზარდე როგორც შვილი და როგორც ადამიანი გავიზარდე როგორც ქალი, ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა ჩემში და რა თქმა უნდა ბევრ თემას შევხედე სხვანაირად. მაგალითად, რა ვიცი, დედობას თუნდაც. იმიტომ რომ აი ეს ჟანა რო თხოვს ელენეს, რომ ხო იცი რაღაცა მე შენ აი ეს რო შენ არ მოახდინო შენ შვილზე ამ შენი განუხორციელებელი რაღაც სურვილების გადატანა. ყველას დედას გვაქვს ეს ცნუნება რაღაცნაირად. ეგ მინდა და მეკითხა ხო, ანუ ფილმში ჟანას ძალიან უნდა რომ თავის შვილმა შეძლოს ის რაც მან ვერ შეძლო და ელენე გამოვიდეს პროკურორი ან იურისტი ან ადვოკატი, რომ თავის დაცვა შეძლოს. კი. და ფილმში ძალიან კარგად ჩანს ელენე როგორი გაზრდილი და გონება გახსნილი ბავშვია. იმიტომ რომ ჟანას ეუბნება რომ აი იმიტომ ჭირს ამ ქვეყანას ის რაც ჭირსო, რომ დედებიო, თქვენ რაც არ შეგიძლიათ რომ გააკეთოთო, ჩვენ შვილებს გვავალდებულებთო, რომ ჩვენ გავაკეთოთ. ბავშვი ეუბნება ამას 14 წლის დედამის. და ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო იყო ამ რაღაც რეალობას რომ უყურებ. და ეხლა შენ რო თქვი, თითქოს აი ჩვენ, აი ვითომ რომ აი განათლებაც მიღებული გვაქვს, ოჯახებშიც ვიზრდებით, რა კარგი ცხოვრება გვაქვს, თითქოს უკეთესი ცხოვრებით უნდა ვცხოვრობდეთ, ვიდრე ადამიანი, რომელიც ბავშვთა სახლში იზრდება, მაგრამ რეალურად იგივე პრობლემებია ჩვენს ოჯახში. კი, რა თქმა უნდა. ჩვენ მშობლებსაც უნდათ ის რაც ჟანას უნდა თავისი შვილისთვის. და გამოდის რომ ანუ ამ პრობლემაზე ყველამ უნდა იზრუნოს. კი. აი შენს რო ახსენე. კი, აი მაგალითად თუნდაც ის ხა ჩემი შვილი 15 წლის არის და ჭადრაკს თამაშობდა ბავშვობაში და ნუ აი ეს რო დაკყავს ეს ბავშვი რაღაცებზე, ისიც უნდა ისწავლოს სურვაზეც, იმაზეც, ამაზეც და მე რაღაც მომენტში ხვდები რომ ამ ბავშვობა არ აქვს. და შევეშვი. ანუ აი არაფერზე არ დადის. არაფერში არ ემზადება. უკვე აი ძალიან ბევრი წელია, რომ თვითონაც გადაწყვეტე, მეც გადაწყვეტე, რომ შევეშვი და თვითონ იპოვის თავის გზას, იმიტომ რომ არის მაინც ეს მშობელს გაქვს ეს სუნებები, რომ აი მე 90-იანებში გავიზარდე, არაფერზე არ დავდიოდი, საშუალება არ მქონდა და აი ამას ეს ნიჭიერი, აი იმას იზავს, ამას იზავს და რაღაცა დაპროვოცირებ. ამ შენი სურვილები გადაგაკშვილზე, რომ აი ამას ბევრი შეუძლია და უნდა ქნას. ხო და რა ვიცი იმას თავის ცხოვრება. ესე შენმა ფილმმა დაგანახა ეს. კი, მათ შორის ესეც დამანახა კი, რომ ანუ მან უნდა აირჩიოს თავისი გზა და ზუსტად ისეთი გზა, როგორც თვითონ უნდა რომ აირჩიოს. კიდე რა დაგანახა, რაზე შეგიძლია გვალაპარაკო? რა ვიცი, ბევრი რამე დამანახა საკუთარ. როგორც შვილსაც ძალიან ბევრი რამე, თუმცა ეს მაინც ქონა ერთ შემთხვევას მოვყვები, მოკლედ იყო ერთი ესეთი
workshop-ზე ვიყავი, მე ძალიან, იმიტომ რომ ძალიან მოტივირებული ვიყავი და ეს ჩემი პირველი ფილმია და ანუ ძალიან ბევრი დავფიჩე ვატარე და ასე შემდეგ და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი workshop-ი იყო, არ ვახსენებ სახელს მაინც, სადაც იყო ესეთი არ ვიცი რა ქვია ამას, რაღაცა სავარჯიშო თუ რაღაცა, რომ საქართველოში იყო თუ სხვა არა, ქვეყანაში? საქართველოში არ იყო უცხოური და სავარჯიშო იყო, რომ აი რეჟისორებს გქონდა confession აღიარება, ანუ რეჟისორის აღიარება, აი ეს დაახლოებით ესე ქვია და აი როგორც ფსიქოლოგთან ზიხარ, ასე ვიჯექით და ცოტა მაყურებელიც ყავდა, რომ ანუ ლაპარაკი იმაზე რატო აკეთებ ამ ფილმს რა. და იქ ვაღიარე პირველად ჩემ თავთანაც კი და ხმამაღლა რატო აკეთებ ამ ფილმს. ხო და ძალიან რთული და ღრმა არის ეგ ყველაფერი რა, იმიტომ რომ მგონია რომ თუ რაღაცა ძალიან ჭიდრო კავშირი არ აქვს თემასთან. ამდენი ხანი უბრალოდ მოგბეზრდება. ერთხელ ეგეთ კითხვაც ხარ მოგბეზრდაო ან გმირს ხარ მობეზრდაო, ანუ არ ყოფილა ისეთი მომენტი რომ თქვა რომ აღარ მინდა. არა არ ყოფილა ეგეთი მომენტი არც ჩემ შემთხვევაში და არც ჟანას შემთხვევაში, ანუ რაღაცნაირად სულ ვითარდებოდა და იზრდებოდა ეს პროცესი გადაღების და მონტაჟისაც და ყველაფერი რაც ხდებოდა ამ 9 წლის განმავლობაში. და შენი confession, ანუ შენი აღიარება რა იყო? ჩემი აღიარება პრინციპში ის იყო, რასაც უკვე ვილაპარაკე, რომ მე როგორც შვილი და მე როგორც დედა, ჩემთვის ეს თემები იყო ძალიან მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა კიდე ის იყო, რომ ხო, ჩემ თავთანაც საერთოდ ეს თემა დედობის რაღაცნაირად ძალიან აქტუალური იყო ჩემთვის, მას მერე რაც გავხდი დედა. იმიტომ რომ სულ მქონდა ბრძოლა ჩემ თავთან, რომ დედა თუ ქალი. ანუ ხო არის აი ჩვენთან რომ რაღაცა საქართველოში არ ვიცი, შეიძლება სხვა კულტურებშიც არის, რომ დედა რო ხდები, სხვა აღარაფერი იყო. ქალი უნდა დათრგუნო. ან მეორე პლანზე გადაწიო, არ ვიცი რა. ხო და აი ჩემ თავთან ეს ბრძოლები სულ მქონდა რა, რომ მე მინდა რომ ვიყო კაი დედა, მაგრამ ქალიც მინდა რომ ვიყო. ხო და ანუ რომელია კარგი და აი სასწავლებლად რო წავედი მაგისტრატურაზე საზღვარგარეთ, ჩემი შვილი არ გამომყვა და აი იქ მქონდა დიდი ჩემ თავთან ბრძოლები, რომ მე ცუდი დედა ვარ თუ მე კარგი დედა ვარ და ანუ აი იქიდან წამოვიდა რეალურად ყველაზე მეტად ჩემი ამ თემასთან ჭიდილი, როგორი დედა ვარ და როგორ არის სწორი რომ ვიყო. ხო. და ეს ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. მაგრამ ეს ფილმიც იყო იმ თემის გაგრძელება, იმიტომ რომ იმაზე მოკლემეტრაჟიანი ფილმი გავაკეთე ონლაინ დედა ქვია, მაგრამ აი ეს ფილმიც რაღაცნაირად იყო იმის გაგრძელება ჩემთვის და ონლაინ დედა ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი გავაკეთე, სადიპლომო იყო, რომელსაც ქვია ონლაინ დედა, იმიტომ რომ მაშინ მაწუხებდა ძალიან ის, რომ ჩემი შვილი ცხოვრობდა შორს და მე ვიყავი ინგლისში და ვსწავლობდი და ნუ კოვიდის პერიოდიც იყო, რაღაც ისეთი ფილმი უნდა გავაკეთებინა, სადაც კამერა არ უნდა გამოგვეყენებინა და მოკლედ გავაკეთე იმაზე, რამდენად რთულია დისტანციური დედობა. ხო, და ეს ემიგრანტ დედებსაც ძალიან ემიგრანტ დედები არიან იმ ფილმში. ანუ შენ ემიგრანტი არ იყავი მაშინ სასწავლებლად ვიყავი, მაგრამ იგივე რაღაც იგივე განცდები გავიარე, რასაც ისინი გადიან და ემიგრანტი დედები გადაიღე. ემიგრანტ დედებს ვთხოვე, რომ კოვიდის პერიოდი იყო და ვერ გადავიღებდი და სხვადასხვა ქვეყნებში ვთხოვე, რომ თვითონ გადაეღოთ ტელეფონით რაღაცეები, ანუ საკუთარი ცხოვრება და 4 ემიგრანტი ქალი, 5 ემიგრანტ ქალზე გავაკეთე. აუ ეს კიდე ცალკე თემა. ხო, მაგრამ აი ასე ერთმანეთს გაგრძელებაა მაინც რა. ყველაფერი დედობის გარშემო ტრიალებს და ქალის გარშემო. ხო, ესე აღმოჩნდა ჩემ შემთხვევაში. ხო, მეც ატყვილა არაფერი არ ხდება და ტყვილა არ მყავს ქალების აუდიტორია. მე ყოველთვის ვამბობ, რომ რაღაცას რო ვირჩევთ, თუ რა თქმა უნდა ახლა ვიღაცის ოცნებას არ ვასრულებთ და ჩვენი ცხოვრებით მივდივართ და რაც ჩვენ გვაინტერესებს იმას ვაკეთებთ, ყოველთვის იქნება ჩვენ გზაზე ის, რაც აი გულის სიღრმეში გვაწუხებს და აი გულის სიღრმეში არის ჩვენში. ახლა ეს თემაც, რაც დღეს გვაქვს შენი ფილმი. ახლა შემეძლო, რომ წავიკითხე რაღაც მორიგი ნიუსი ჩემი მეგობრის ფიდზე და გამეტარებინა და ამაზე პოდკასტი არ გამეკეთებინა, ხო შემეძლო. ვინ დამაძალა, ხო? მაგრამ აი რაღაცაში ხო, აი შემე ხო, აი იცი რა არის, ხა ერთი შემთხვევა გამახსენდა კანადაში, hot talks-ზე რო ვაჩვენეთ ფილმი. სხვათა შორის ისე გამიკვირდა, მოდის ხოლმე მესიჯები და კანადაში დაიწყო, რომ აი ფილმის ჩვენების მერე უცხო ადამიანები მწერენ. და ერთ-ერთი ესეთი უცხო ადამიანი იყო უკრაინელი ემიგრანტი კაცი. ერთად მაყურებელი ქალები არიან ხოლმე ბევრი თავკვირვები ვარ მაგას, მაგრამ ეს იყო უკრაინელი ემიგრანტი კაცი,
რომელიც რაღაცა საოცარი სიტყვები მომწერა, რომ რაღაც ქუჩაში ვტიროდი და ვღრიალდი და მან ეს აღიქვა არა როგორც ფილმი სუროგაციაზე, მან ეს აღიქვა როგორც ფილმი მასზე და მის დედაზე, რომელმაც 90-იანებში გააკეთა ყველაფერი, რომ მას კარგი ცხოვრება ჰქონოდა. ანუ ჩემთვისაც არ არის ეს ფილმი სუროგაციაზე. ანუ ჩემთვის არის ეს ფილმი დედაზე. დედის თავგანწირვაზე. კი, და ეს ძალიან საინტერესო თემაა, რომ ჩვენ რომლებსაც შვილებს, რომლებსაც აი სულ რაღაც დედა ჩვენზე გვაქვს, აი ამას რატო აკეთებს, ეს რატო გააკეთა, აი მაგის ბრალია რომ მე ჩვენ ცხოვრებაში ისე ვერ წავედი როგორც მინდა და რაღაცა და აი ყველაფერ დედებს საწყალ დედებს რომ აბრალებ. ღმერთო. და მე მახსოვს ის მომენტი, როდესაც გავიაზრე, რომ აი რას ვაკეთებ ახლა დედა ჩემს, ჩემ შემთხვევაში არის მადლობა ღმერთს რომ რაღაც წვრილმანზე იყო საუბარი იმასთან შედარებით, რასაც გადიან შვილები, მაგრამ მეთქი აი რას ვაკეთებ, რა შუაშია დედა ჩემი, მე ჩემ თავთან უნდა მოვაგვარო ეს პრობლემა, რომ აი მე დედა ჩემზე რაღაცა თუ მაქვს წენა ჩარჩენილი. აი დედებმა ის გააკეთეს, რაც შეეძლოთ და რაც იცოდნენ. კი, რა თქმა უნდა. მაქსიმუმი გააკეთეს. ანუ მაქსიმუმი გააკეთეს. და იქნებ შევეშვოთ ამ მშობლებს და ამ დედებს ერთმანეთს ამ. აი რა, მაგრამ ხო, ალბათ ეს მუდამ ესე იქნება თავად. სულ ესე იქნება, ხო, სულ ესე იქნება. მაგრამ ძალიან დიდი შვებაა, როცა ამას გაიაზრებს შვილი, ძალიან დიდი. და მოდი ახლა გველაპარაკე ჩემთვის კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე. საქართველოზე, რომელმაც შენ არანაირი მხარი არ დაგიჭირა ამ ფილმის გაკეთებაში. ხო, ესე გამოვიდა. ხო, მოკლედ ეს ფილმი ბოლოში მაინც უნდა ვთქვა, არის კოპროდუქცია, ქართულ, გერმანულ, ბულგარული. თუმცა მაინც ქართული ფილმია. საპროდიუსერო კომპანია არის 1991 Productions, ქართული, ჩემ პროდიუსერები არიან ანა ხაზარაძე და ნინო ჩიჩუა. მოკლედ რაღაც პერიოდი ამ ფილმს ვაკეთებდი ჩემი ძალებით და უკვე რომ მივხვდი რომ უნდა გავაკეთო ესეთ სრულმეტრაჟიანი ფილმი და გადავწყვიტე კინოცენტრში შემეტანა, იმიტომ რომ მე არ მქონდა გამოცდილება ეხა საერთოდ არ მიოცნებია მაშინ რომ ეს კოპროდუქცია იქნებოდა და არტე შემოვიდა და პროდაქშენში და რაღაც გერმანია და ევრიმაშს მოვიგებდით და ასე შემდეგ, მაშინ არ მიფიქრია, უბრალოდ მინდოდა კინოცენტრში შემეტანა და მითხრეს რომ პროდიუსერი გჭირდება. შევიტანეთ კინოცენტრში და მოვიგეთ ეს კონკურსი. მაგრამ სამწუხაროდ თანხა არ მოგცეს, იმიტომ რომ სანამ თანხას გამოვიტანდით, იმ პერიოდში დაიწყო ეს პროტესტი, ანუ ბოიკოტი და ასე შემდეგ და აღარც გვიპასუხეს და ესე დასრულდა. იმიტომ რომ შენ იყავი ჩართული? იმიტომ რომ ხო, მეც ჩემი პროდიუსერებიც, ანუ ამ ფილმზე ვინც მუშაობდით, ყველა ვიყავით ამ პროტესტში, რომელიც არის საკმაოდ დიდი პროტესტი, 450 ადამიანი. და რა ვიცი, მე მგონია რომ 99% რეჟისორების და პროდიუსერების არის ჩართული პროტესტში. თუმცა ფილმის დაფინანსება საკმაოდ კარგად წავიდა, იმიტომ რომ თავიდან რაღაც პატარა ფონდებით დავიწყეთ, მერე პროდიუსერები, ანუ არტე დაინტერესდა, გერმანელი კოპროდიუსერი შემოვიდა, ბულგარელი და რა ვიცი, საკმაოდ კარგად წავიდა ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა მხარემ მხარდაჭერა არ აქვს, არც საზოგადოებრივი მაუწყებლის და არც კინოცენტრის. პრინციპში ეს ორი ინსტიტუციაა, რომელიც გვაქვს რეალურად მხარდაჭერისთვის ქართული ფილმების, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში არც ერთი არ გვაქვს სამწუხაროდ. როგორ შეიძლება ეს ფილმი არ გავიდეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე? მე ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ეს ფილმი არ ანახო ქართულ ხალხს და იმ ძლევამოსილ პირებს. შეიძლება მართლა არ იციან რა ხდება ამ სფეროში და ამ სუროგაციაში. შეიძლება ძალიან ბევრმა თანამდებობის პირმა, ვისაც აქვს იმის უნარი და უნარი კი არა, ვისაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ რაღაცა აკრძალოს, რაღაცა შეცვალოს, შეიძლება არ იცის. და პირველ არხზე საზოგადოებრივ მაუწყებელზე როგორ არ უნდა გავიდეს ეს ფილმი? მიუხედავად იმისა, ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენოთ რაც შეიძლება მეტ ხალხს, ანუ ვატაროთ რეგიონებში და რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ ამის შესახებ. კეთი, რა მეხვარდარჩა ისეთი, რისი თქმაც გინდა? მე მგონი ყველაფერზე ვილაპარაკე. მე მგონი ყველაფერზე ვილაპარაკე. არ ვიცი, ძალიან დიდ წარმატებას გისურვებ.
ერთი მე მგონი უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ 30 სექტემბერს 7 საათზე ქუთაისში კინოთეატრ საქართველოში იქნება ნაჩვენები ფილმი, რის შემდეგაც იქნება კითხვა-პასუხი ასევე ჯგუფთან და ჩემთან. დასწრება თავისუფალია, დასწრება როგორც ვიცი. თავისუფალია. კი. ეს ქუთაისში 30 სექტემბერს, მაგრამ თბილისშიც თუ ჩატარდება თბილისის კინოფესტივალი და გაიმართება ეს ტრადიციული ყოველწლიური ფესტივალი, იმედია იქაც ვიხილავთ თბილისში აუცილებლად. მაყურებელი. ანუ ჩემი ქალაქი თბილისი. თბილისში აუცილებლად იქნება ნაჩვენები. კი, და ნახავთ ამასაც, მე როგორც გითხარით შეგატყობინებთ Instagram-საც დავწერ. იმედია ეს საინტერესო იყო ეს პოდკასტი თქვენთვის. მე კიდევ ერთხელ უნდა გთხოვოთ, გამოიწეროთ ეს არხი, თუ თქვენთვის საინტერესო იყო ეს თემა. ქეთი, ჩემი სტუმარი. დაგვიტოვეთ კომენტარი, მოიწონეთ ეს ვიდეო, ასე ძალიან დაეხმარებით ამ არხს განვითარებაში და ასევე ეს იქნება ჩემთვის ერთგვარი გზამკვლევი, რა გაინტერესებთ, როგორი თემები შემოგთავაზოთ, იმიტომ რომ მე ახლახანს გავაკეთე YouTube-ზე გამოკითხვა, რომ აი როგორი თემები უფრო გაინტერესებთ ხო და ყველაზე მეტი ხმა ქონდა ქალურ თემებს. და აი პირდაპირ ეს პოდკასტი გავაკეთეთ ყველაზე ქალური ალბათ, მაგრამ ამავდროულად ძალიან საზოგადო და ყველა უნდა იყოს ჩართული ჩემი აზრით აი ამ პრობლემაში. იმაშიც, რომ საქართველოში სუროგაცია გაკონტროლდეს და რა თქმა უნდა იმაში, რომ მარტო ხელადედებების სოციალური პროგრამები, აი ის პრობლემები რამენაირად ყველას რაც შეგვიძლია რომ მივიღოთ მონაწილეობა და რაც შეგვიძლია გავაკეთოთ საზოგადოებისთვის. აი შენ რითიც დავიწყეთ ეს პოდკასტი, რა თქვი, რომ აი რით შეიძლება ვიყოს სასარგებლო. აი ადამიანის პირველი მახასიათებელი ხო ეგ არის, სასარგებლო უნდა იყო მეორე ადამიანისთვის. იმიტომ რომ ჩვენ სოციალური არსებები ვართ. ერთმანეთის გარეშე ადამიანი ვერ შედგებოდა, პიროვნება ვერ შედგებოდა. ასე რომ იმედია ამ პოდკასტსაც ექნება რაღაც კვალს დატოვებს და იმპაქტი. ისე იმპაქტი ქართულად როგორ ითარგმნება. თქვენი მთავარი მიზანიც ხო ეს არის, რომ რაღაცა შევცვალოთ ალბათ რაღაცა. შევცვალოთ ხო, რაღაც ცვლილების ნაპერწკალი გაჩნდეს და რაღაცა კონდეს შედეგი. თქვენ ფილმსაც იმედია პატარა წყვილს ეს პოდკასტიც შეიტანს და ძალიან საინტერესო იყო ქეთი. ჩემთვის ძალიან დიდი მადლობა შენ ამაზე საუბრისთვის. წარმატებები შენს ფილმს და კიდე მომავალში რასაც დაგეგმა. მე მგონი ისო ქალების გარშემო მოიტრიალებ. სავარაუდოდ კი. წარმატებები. დიდი მადლობა. მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის და მე ერთი კვირით გემშვიდობებით.